უბისის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი, რომლის ისტორია მე-9 საუკუნიდან იწყება, კულტურის მნიშვნელოვანი კერა იყო. საუკუნეების განმავლობაში სავანემ, რომლის დაარსება ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის სახელს უკავშირდება, მრავალი უნიკალური ნიმუში შემოგვინახა ქრისტიანული ხელოვნებისა. ტაძარში დაცულ სიწმინდეთაგან გამორჩეულია უბისის წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ეკლესიაში მე-20 საუკუნის 20 წლებამდე ინახებოდა. იგი საკურთხეველთა კანკელის წინ ყოფილა დაბრძანებული. 20 წლების შემდეგ მრავალ სიწმინდესთან ერთად ხატი ჯერ საქართველოს ეროვნულ გალერეაში გადმოაბრძანეს. შემდეგ კი შალვა ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმში, სადაც დღემდე ინახება. ვინც ყოფილა უბისის მონასტერში და უნახია ეს ტაძარი, საკმაოდ მცირე ზომის არის სხვა ტაძრებთან შედარებით და აი მის კანკელზე და კანკელთან მე-14 საუკუნიდან იყო დაბრძანებული 12 ხატი. ეს არის უბრწყინვალესი ნიმუშები ქართული ხაწერისა და არა მარტო ქართული ხაწერისა. ისინი აღიარებულია შედევრებად საერთოდ მართლმადიდებლური ბიზანტიური ქრისტიანული ხელოვნებისა და არის დიდი ჯგუფი 12 ხატიანი, რომელთა შორის აი უპირველესი მნიშვნელობის გახლავთ სწორედ უბისის წმინდა გიორგის ხატი. უბისის სიწმინდე სალიტანიო ხატი გახლავთ. მას ყოველი ტანიობაზე ტაძრის გარშემო შემოატარებდნენ. მართალია თავის სიდიდის გამო ხატის გადაადგილება რთული იყო, მაგრამ რგოლების საშუალებით, რომელიც ხატზე მე-14 საუკუნიდან ჩნდება, ახერხებდნენ მის გადაადგილებას. უბისის წმინდა გიორგი ხატების იმ ტიპს მიეკუთვნება, რომელსაც ბიოგრაფიულს, სხვაგვარად ჰაგიოგრაფიულსაც უწოდებენ. ასე წარმოდგენილია არა მხოლოდ წმინდანი სრული აღჭურვილობით, ფარით, შუბით, თან ფიანდაზე მდგარი და ესე ფრონტალურად მაყურებელი ჩვენს მიმართ, არამედ წარმოდგენილია 20 სცენა მისი ცხოვრებიდან და ეს სცენები შეიცავს როგორც მის სასწაულებს, ისევე ნებების გამოსახულებებს. ასეთი სახის ხატები მე-11 საუკუნიდან გამოჩნდა. ამაში დიდი წვლილი სვიმეონ მეტაფრას მიუძღვის. როგორც ისტორია გვაუწყებს, მან მე-11 საუკუნეთა მიჯნაზე რედაქტირება გაუკეთა წმინდანთა არსებულ ცხოვრებას და შემდეგ ისინი კალენდარული თანმიმდევრობის მიხედვით დაალაგა. შექმნა მეტაფრასული კრებული და აი ამ კრებულის გავრცელებამ შემდეგ მთელს ბიზანტიაში საფუძველი დაუდო ცხოვრებიანი, ანუ ცხოვრების ციკლების გამოსახულებებს ხელოვნებაში და ამ პერიოდიდან ჩნდება ესეთი დიდი ზომის ხატებიც ამა თუ იმ წმინდანისა, რომლის ჩარჩოზეც მოცემული არის მოთხრობა ისტორიისა დაკავშირებული ამ წმინდანის ცხოვრებასთან. უბისის წმინდა გიორგის ხატი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მის ცენტრალურ ნაწილზე მაცხოვარია გამოსახული. და მარჯვენა კუთხეში ესე წითელ ფონზე ის აკურთხებს წმინდანს და წმინდანთან ერთად იმ ადამიანს, ვინც არის დამკვეთი ამ ხატისა და შემწირველი უბისის მონასტრისათვის. მისი ფიგურა არის ძალიან მცირე ზომის, ის მოთავსებული არის ფიანდასთან, ერთი შეხედვით არც კი ჩანს და თუ დააკვირდებით, დაზიანებულიც არის ეს გამოსახულება, მაგრამ აი ბევრი კვლევის შედეგადაც ვერ იპოვით ნაკვალევს წერის, ანუ მან თავისი თავი ძალიან დამდაბლებულად, ძალიან უბრალო ისეთ აი ბერულ ჩოხაში, მხოლოდ ისეთ ერთი ფერის არის ეს შესამოსელი, სადაა ძალიან და წარწერის გარეშე წარმოადგენინა, ანუ მან ისურვა რომ დარჩენილიყო ანონიმად, ანუ ამოუცნობად. ხატის დამკვეთი და შემწირველი სავარაუდოდ იმერეთის მთავართა აბაშიძეების გვართან არის დაკავშირებული. ტაძრის კედლებსა და მონასტრისათვის შეწირულ საეკლესიო ნივთებზე შესრულებული წარწერების მიხედვით, ჩვენთვის ცნობილი ხდება ამ გვარის შესახებ, თუმცა მუზეუმში დაცულ ხატთაგან, რომელია მათი შენაწირი, ამის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს. თუმცა ფაქტი ერთია, თითოეული მათგანი ერთმანეთის მიყოლებით არის შეწირული. ეს ხატები მოწმობს იმას, რომ მე-14 საუკუნეში უბისის სამონასტრო კომპლექსი აღმავლობის ეტაპზე იყო. ამაზე უბისის ტაძრის მოხატულობაც მეტყველებს, რომელიც ამავე პერიოდშია შესრულებული.
როგორც ცნობილია, 6 მაისის გიორგობას მთელი მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს, ხოლო 23 ნოემბერს წმინდა დიდმოწამის ბორბალზე დამსჭვალვას მხოლოდ საქართველოს ეკლესია. ნოემბრის თვესაც გიორგობის თვე ეწოდება, თუმცა კი ჯერ კიდე გიორგი მთაწმინდელი ბრძანებდა მე-11 საუკუნეში, რომ ესეთი აღნიშვნა ამ დღესასწაულისა სხვაგან თქვა საბერძნეთში არ იციან. ეს ვიცით ჩვენ ქართველებმა, იქ განსაკუთრებით ზეიმობენ თავის კვეთის დღეს წმინდა გიორგისა და საქართველოში ჩვენ ეს ტრადიცია გვაქვს და ამ ტრადიციას უნდა მივდიოთო. და რომ მართლაც ეს ასია გარდა იმისა, რომ თვეს აქვს ეს სახელწოდება წმინდა გიორგის სახელობის სახელისა, ამას მოწმობს თვითონ ხატი ცუბისისა, რომელზედაც ერთი ადგილი განსაკუთრებულად არის გადახეხილი. ეს ხატი თუ წარმოვიდგენთ, როგორ იდგა ტაძარში თვითონ და როგორ შეიძლებოდა მას მიმთხვეოდა მომლოცველი, ზუსტად ისე იყო განთავსებული, რომ ამ ადგილას ყველაზე მოხერხებული იყო ადამიანისათვის, რომ მთხვეოდა ხატს, ანუ მოხსიყრიდა ადამიანი და ამ სიმაღლეზე უწევდა მას მიმთხვევა და ამ ადგილას იყო ზუსტად გამოსახული დაბორბვლა, ანუ წმინდა გიორგის ბორბალზე წამება, რისი სამახსოვრო დღეც არის ეს გიორგობა.